და კვლავ საქართველოს რუსთავში კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქუჩაზე ახალ საზოგადოებრივ სკვერში მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული სივრცე მოეწყო. ქალაქის შიდა უბნების კეთილმოწყობა რუსთავში მიმდინარე წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რუსთავში 2025 წელს დაგეგმილი გვაქვს 11 მილიონი ლარის პროექტები, რომელიც ძირითადად მოხმარდება შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგებას, განვითარებას, ახალი მწვანე ზონების შექმნას. დღესაც რუსთავში გავხსენით კიდევ ერთი ახალი სივრცე, სადაც განთავსებულია როგორც სპორტული, ასევე საბავშვო ინფრასტრუქტურა. რუსთავში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძოდ კი შიდა საუბნო მოსასვენებელი და დასასვენებელი სივრცეების მოწყობითი სამუშაოები. ახლა ამჟამად ვიმყოფებით ადგილას, რომელიც დაახლოებით 30 წელიწადია თუ მეტი არა სრულიად უფუნქციოდ არის დარჩენილი და ახლა ამ ტერიტორიამ სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა.